საღამოს ეთერის სპონსორია უზენიტის ტრეველი. მთელი საბერძნეთი მხოლოდ თქვენთვის. Ჩვენ დაბრუნდა ეთერში მამუკა მდინარაძე, ქართული ოცნება, ოთარ კახიძე, ნაციონალური მოძრაობა. ბატონო მამუკა, დღეს ვერ გახდა ელთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი. დავით უსუფაშვილი ამბობს დღეს ასეთ რამეს, რომ მან დაუჭირა მხარი ოპონენტს, ავსტრიელ დეპუტატს, ამ თანამდებობაზე ამის შესახებ მას არც დაუფარავს წინასწარ ასეთი ციტატა მიკავია ახლა ხელთ მისი. მართალი ასამბლეა ტარდება თბილისში, დიდუბეში, მაგრამ აქ პლეხანოურიან დიდუბური წესები არ მოქმედებს. აი რაზე არის საუბარი? რატომ იყო პრობლემა, თუ შეგიძლიათ აუდიტორიას აუხსნათ, რომ საინტერესო პოზიციაზე ყოფილიყო საქართველოს პარლამენტის წევრი ოპოზიციური პარტიიდან? მე არ მინდა შანსი გაუშვა, წეგან დავამთავრეთ არ შეგიშალთ რეკლამის გაშვებაში ხედი და ის წინადება, რომელიც უნდა მეთქვა, აუცილებლად თქვა, სტანდარტსაც შეეხება, მინდა ჩემი, ასე ვთქვათ, წეგანდელი მონოლოგის ნაწილის ეს მხარე დავასრულო იმით, რომ სტანდარტი, ხა ჩვენ მაყურებლები გვისმენენ, საზოგადოება გვისმენს და 9 წლიანი რეჟიმის პირობებში სტანდარტებზე კამათი, რომ ეხლა არის თუ არა უფრო მაღალი სტანდარტი და დემოკრატიის მაღალი დონე, განსაკუთრებით იქ, სადაც ეხება სიტყვის თავისუფლებას და სადაც ეხება სასამართლოს და გადაწყვეტილებას, გამამართლებელი განაჩენებს, შესაბამის სტატისტიკას და ასე შემდეგ არის ძალიან უხერხული. იმიტომ რომ მე პირადად არ არის უხერხული, პირდაპირ შეგვიძლია შევაჯაროთ ერთმანეთს. ის ადამიანი ვარ, რომელიცაც მაჯაზე მედო ამ მოვლენების ხელი და შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით საზოგადოების წინაშე ვთქვა, რომ სტანდარტი არის გაცილებით მაღალი, დღეს უკანონოდ არავის იჭერენ, ასეთი შემთხვევები ქონდა ასობით, ათასობით და ეს უკანონოდ დაჭერები გამოყენებული იყო კონკრეტული პირების, პოლიტიკური ოპონენტების, ბიზნესმენების თუ სხვა ადამიანის. თქვენ ადვოკატი იყავით. რა თქმა უნდა, 11 წელი პროკურატურაში მუშაობდით. გასაგებია, არ ვერაფერ განსხვავებთ. პროკურატურაში არ მუშაობდი, მაგრამ ამ საკითხზე ჩვენ ვერ შევთანხმდებით. უნებრივია. ამაში დავეთანხმებით ერთმანეთს. პოლიტიკური ოპონენტების მიმართ რაც ხდება ამ წლების განმავლობაში, ეს არის უპრეცედენტო, არის ძალიან დაბალი სტანდარტი და ერთადერთი მიზანი, თვითმიზანი არის ოპონენტის პოლიტიკური განადგურება. ამიტომ აღნიშნე ეს შეფასება მხოლოდ და ჩემი შეფასება არის ამ შემთხვევაში ერთი გადაწყვეტილება სტრასბურგის სუდის მიმყარებს სულს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი ძალა პრაქტიკულად, ხა აღარ მინდა სატელიტებზე ვისაუბრო, რომელიც ამას ამტკიცებს და გარდა ამისა, დანარჩენი საზოგადოება მთლიანად ამტკიცებს იმას, რომ იმ 9 წლის განმავლობაში იყო პოლიტიკური დევნაც, ბიზნესზე ზეწოლაც, სასამართლოს ამაში გამოყენებაც, პროკურატურის სასამართლოს თემაზე და სიტყვის თავისუფლებაზე რუსთავი ორის სასამართლოზე გადავალთ, ეხლა შეგვიძლია ვისაუბროთ აი ინტერპრეტირება, ნუ აიღებთ პასუხისმგებლობას ურთმელიძეების გადაწყვეტილებებზე, თქვენ ნუ იტყვით იმას, რომ სასამართლო გათავისუფლება, ნუ ვცდილობთ რომ გადაიტანოთ თქვენ რაღაცა ვითომ გაპოზიტივებულ თემებში, ეს კამათი გვარელის გადაწყვეტილებაზე ბოდიში თუ ვადარებთ წინა ხელისუფლების დროს სამართლებრივ გადაწყვეტილებას და ახლა შედარებაც კი არ არის. შედარებაც. აი რა სტატისტიკა გიმყარებთ, თქვათ, გამამართლებელი განაჩენები, მარტო სტატისტიკა იგივე მაჩვენებელია. საპროცესო დახმარებაც იგივე მაჩვენებელია. თემი საქართველოში რომელი საპროცესო დახმარების მაჩვენებელია შემცირებულია და გაზრდილია განრიდებები და თანხაზე როდესაც არის საუბარი. განრიდება ვინ შემოიტანა? კი ბატონო, მაგრამ უნდა გამოგეყენებინათ თან. ხო და დავიწყეთ ლიბერალიზაციის პოლიტიკა ჩვენ. არ დაგიწყეთ. როგორ არ დავიწყეთ, ჩემი დაწერილია ეკანა. განრიდებები არის 10-ჯერ და 15-ჯერ გაზრდილი და რომელ განრიდებებზე 2012 წელს შემოვიღეთ ჩვენ. კი ბატონო, მაგრამ თან უნდა გამოგეყენებინათ, არ იყენებდით. ხა თუ არ გამოიყენებდით, ვიყენებდით და შემდგომში უშვებდით სხვათაშორის მოწესრიგება გამომართებელ განაჩენებს ეს ისეთი სტატისტიკა საინტერესო რომ მარტო სტატისტიკა ხო არ არის. თუმცა სტატისტიკა რიცხვები მეტყველებს. რა თქმა უნდა, ბუნებრივია. 99.19 საქმეების და თავდება გამამტყუნებელი განაჩენით. ახლა ძალიან რა არის ეს? ახლა ეგეთი სტატისტიკა. პირადად მე 25-ზე მეტი ადამიანი ყავს გამართლებული და ირგვლივ უამრავი ადვოკატი ვიცი, დაახლოებით ასეთივე სტატისტიკა რო აქვს პირადი პრაქტიკის. და ხა რაზე ლაპარაკობ? უზენაეს სასამართლოს ვებგვერდზე ნახეთ სტატისტიკა. მაჩვენებელი იგივეა. უბრალოდ მან არგუმენტი იყო, რომ ის გამამართლებელი განაჩენები მოჩვენებითად გამოიტანებოდა და ახლა გამოიტანება არასრულწლოვნების მიმართ 5%-ზე მეტი, 10%-ზე მეტი ბოლო დროის სტატისტიკა რამდენიმე დღის ზოგადად ბატონ მამუკა. ჩვენ მამაყურებელს არ მხოლოდ საპროცესო. უკაცრავად, მაგრამ ჩემი ავტორობით შექმნილ კანონპროექტზე მეუბნებით, რომ ქართული ოცნება იყენებს, ჩვენ მე და ანდრო გიგაურმა დავწერეთ 2011 წელს, ჩვენ დავნერგეთ 250 არასრულწლოვანი პირველ წელს განვარიდეთ პასუხისმგებლობას. 2012 წელს შემოვიღეთ სრულწლოვანთა განრიდება, შემოვიღეთ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. მოწმის დაკითხვის ინსტიტუტის თქვენ შემოიტანეთ, როდესაც ორივე მხარეს თანაბარი უფლება ჩვენ შემოვიტანეთ, კი. როგორ გამოვიყენეთ?
გადაიდო თქვენ ორჯერ თქვენ გადადით, იმიტომ რომ მომზადება დაჭირდებოდა. ორჯერ გადადების შემდეგ ხისიერი რეაგირება მოყვა და მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით რამდენად წინ არის წაწეული. თქვენმა ხელისუფლებამ გადადო ორჯერ. რაზე ვლაპარაკობთ ახლა? ეს არაბუნებრივი კამათია. ესეთი დეტალებია შესაძლოა აინტერესებს აუდიტორიის ნაწილი. განრიგება გამოვიყენოთ ჩემთან მაგის შეიძლება გიგი წერეთ. თქვენს კითხვას, კი ბატონო. ხა გიგი წერეთ რაც შეეხება ის რაღაცნაირად ნამუსშე შეგდების მომენტი რომ აი ქართველია და საქართველოს მოქალაქეა და რაც ქვია ხმას არ აძლევთ ეს არის უბრალოდ საინფორმაციო რიტორიკა რომ რაღაცნაირად მოიგონ ეს საინფორმაციო ომი ასე არ არის ასე მარტივად ეს ამბავი ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებდნენ რომ ვერენდობიან იმ პარტიის წევრს რომ ის არ იმოქმედებს საქართველოს ინტერესების საუარესოდ და იმოქმედებს საქართველოს ინტერესების სასიკეთოდ, რომელი პარტიის წევრიც აი იმას აკეთებდა და მისი ნაწილი იყო შეიძლება ხა ბატონი გიგი უშუალოდ თამაში არ იყო, არ მონაწილეობდა როგორც ოთარი ამბობს თვითონ იყო სხვა თანამდებობაზე, რომელსაც ეს არ ეხებოდა, მაგრამ ამ სისტემის ნაწილი იყო. შესაბამისად ეს ნდობა რადგან არ არსებობდა, ამის გამო ქართული ოცნების იმ წარმომადგენლობამ, რომელიც არის ეუთოში, მხარი არ დაუჭერია შესაბამის არჩევნებზე. და ეს არა მხოლოდ ქართული ოცნებისგან დაფიქსირდა. ეს დაფიქსირდა ძალიან დიდი ნაწილისგან ევროპელი პარლამენტარების მხრიდან, რომლებმაც გიგი წერეთელი საბოლოო ჯამში არ აირჩიეს. სადღაც 10-12 ხმა იყო სხვაობა შედეგში. უფრო დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს ადამიანი სწორედ ამის გამო მეათ არწმუნებული ვარ, არ იმსახურებდა შესაბამის. აი, ბატონო თავს მინდა ვკითხო, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს პოზიცია და რატომ უნდა მიეცა პოლიტიკური ოპონენტისთვის ხმა ქართულ ოცნებას, თუნდაც ქვეყნის გარეთ რომელიმე პოზიციაზე? ეს რატომ არ არის ლოგიკური, რომ ოპონენტს ხმა არ მისცეს? დავით უსუფაშვილის განცხადება ახსენეთ ის უცნაური განცხადება ის ამბობს რომ როდესაც არის პირი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე ახლა ხო გიგი წერეთელი როდესაც ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე იქ განსხვავდება ჩვეულებრივი დელეგატისგან ჩვეულებრივი დეპუტატისგან საპარლამენტო ასამბლეის და ბევრად უფრო თავშეკავებულია თავის ნებისმიერ განცხადებაში ვინაიდან უკვე თავად ინსტიტუტის წარმომადგენელია და არა უშუალოდ თქვათ პოლიტიკოსი და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის მას კიდევ უფრო მეტი ბარიერი შეექმნებოდაო. ანუ ბატონი უსუფაშვილი ასაბუთებს, რომ დიდი პრობლემა არ იქნებოდა გიგი წერეთლის არჩევა. ეხლა ეს რომ პრობლემა რო არ იქნებოდა, ეს ამ საკითხი დავეთანხმები თავად უსუფაშვილს. ეხლა რაც შეეხება რა სიკეთე შეიძლება და მოეტანა ჩვენი ქვეყნისთვის ამას. საუბარია ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაზე, რომელშიც წარმოდგენილი არიან ასევე ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს უსაფრთხოების თემატიკაზე, კონფლიქტების თემატიკაზე, რომლის რეზოლუციებიც არის ერთ-ერთი წამყვანი, როდესაც საუბარია იგივე დეოკუპაციის პოლიტიკაზე, იგივე დევნილების საკითხზე. საქართველო არის პატარა ქვეყანა, მას აქვს ოკუპირებული 20%-ზე მეტი ტერიტორია. ჩვენ გვყავს 100,000-ობით დევნილი, რომელიც საკუთარ მიწაზე ვერ ბრუნდება და ჩრდილოელი მეზობელი, რომელიც ამ პოლიტიკას არ ცვლის. ჩვენი ერთადერთი იარაღი, ჩვენი ქვეყნის, არის საერთაშორისო ორგანიზაციების მაქსიმალური მობილიზაცია. რომ ისინი არიან გარანტი პრაქტიკულად ჩვენი სახელმწიფოებრიობის, რომ არ დაგვიპყრონ, ანექსია არ მოხდეს, რომ ჩვენ არ გაგვაუქმონ როგორც სახელმწიფოებრივი ერთეული. ამის გარანტი არის. ასეთი საფრთხის არსებობა რეალურია. ასეთი საფრთხის არსებობა, რა თქმა უნდა, რეალურია, 2008 წელსაც რეალური იყო, როდესაც 7 პრეზიდენტი იყო საქართველოში და თავდაცვის მინისტრს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაავალა სამხედრო თვითმფრინავებით ჰუმანიტარული ძალების შემოსვლა, ანუ როდესაც ტანკები თბილისზე მოდიოდნენ. ეს საფრთხე რუსეთის დოქტრინიდან გამომდინარე რეალური, ჩვენ ამას სამხედრო ძალით ვერ დაუპირისპირდებით, საქართველოს ამის შესაძლებლობა არ აქვს. ჩვენი ერთადერთი იარაღი არის მშვიდობიანი პოლიტიკა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაქსიმალურად გამოყენება. ეს არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ეს არის ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ეს არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი და უკვე დასავლური პარტნიორი ქვეყნები, მათი ლიდერები. ეს ინსტრუმენტი არის კიდევ ვიმეორებ, ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენი უსაფრთხოება იყოს დაცული. ამ პოზიციაზე გულისხმობ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოზიციაზე. თუ იქნება საქართველოს წარმომადგენელი, საქართველოს მოქალაქე, არა ეთნიკურად ქართველს აქ არ მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოს მოქალაქე თუ იქნება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საკითხები დადგება აქტიურად. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფოს ექნება მეტი წონა, მეტი გავლენა, რაც ჩაიწერება რეზოლუციებში, როგორი მიმართვები იქნება, დღის წესრიგში ჩადებენ თუ არა საქართველოს საკითხის, დევნილების საკითხის განხილვას, საზღვრების საკითხის განხილვას. ამ პოზიციაზე თუ იქნება გიგი წერეთელი, ან მამუკა მდინარაძე,
ეს იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ არა ვართ დიდი ბრიტანეთი, ჩვენ არა ვართ ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენ არა ვართ საფრანგეთი ან გერმანია, რომ ჩვენი რესურსები ძალიან სერიოზული გქონდეს. ჩვენ ვართ 4 მილიონიანი ქვეყანა, რომელსაც უნიკალური შანსი ეძლეოდა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ყოლოდა თავისი წარმომადგენელი და თან გიგი წერეთელიც, მისი ფიგურაც, ეხლა მისი დემონიზებას შეეცადნენ, ბერიას შეადარეს, ეხლა მამუკას არ უთქვამს ეს მანაკო ბახეცი. ბერიას არჩევას უძღვის და ეს აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადებები გაკეთდა, ეს პიროვნულადაც შეურაცხყოფელი, რა შუაში არის, რა კავშირშია საერთოდ ეს ყველაფერი, ამ ჩემს არის გაუგებარი, რაც ყველაზე ცუდია და მძიმეა, რომ საქართველოში რო ტარდებოდა ეს ღონისძიება, ჩვენი დელეგატები და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები არ წმუნებდნენ ევროპულ დელეგატებს, რომ ხმა არ მიეცათ გიგი წერეთლისთვის. მთელი საღამოს და ღამის განმავლობაში აკეთებდნენ ამას და ჩვენ გვაქვს წერილები, რომელთაც მათ უგზავნიდნენ და ისინი იყვნენ გაკვირვებულები, რომ რატო უშვებენ ამ შესაძლებლობას ხელიდან, პატარა ქვეყანაა და გაცილებით მეტის მამუკას მინდა ვკითხო სწორედ ეს. გაკეთება შეუძლია. მე მინდა რატომ არ აღიქმება ეს გაშვებულ შესაძლებლობად ახლა დაგიბრუნდებით ბატონთარ, რატომ ვერ მოხერხდებოდა გიგი წერეთლის, მოდით ასე ვთქვათ, ბრალებს ჩავსვათ, გამოყენება თქვენს მიერ, ხელისუფლების მიერ. აქ არის ძალიან დიდი მაგრამ. პირველი, უნდა ენდობოდე იმ ადამიანს და იმ მინიმუმ იმ პარტიას, რომელიც წარმომადგენელიც ამ პოზიციაზე გადის. ეს პირველი. აქ ნდობა იყო 0. და მეორე, ბერიასთან შედარება მე არ მართლა არ მომისმენია ეს განცხადება, მაგრამ აქ იყო ჩემი აზრით საწინააღმდეგო არგუმენტი იქნებოდა, რატომღაც ასე ვარ დარწმუნებული, რომ ქართველია და რატომ არ უჭერს ქართველი ბევრი ვინმეო, შეიძლება ბერიაც დაასახელა, მაგრამ არ ვიცი. მართლა არ ვიცი ეს განცხადება, თუმცა ესეთი აზრი გამიშთა და ვთქვი. და რაც შეეხება კიდევ უფრო მთავარს, ვერ გაიხსენებთ, ბატონო თარ, ვერც ერთ ისტორიულ ფაქტს, რომ მხოლოდ იმის გამო, რომ რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მისი ქვეყნის რაღაც უსაფრთხოებით სხვა საკითხი, რაც ამ ქვეყანას წაადგებოდა, პრიორიტეტულად განიხილეს, იმიტომ მხოლოდ რომ ის იყო და მისი ქვეყნის წარმომადგენელი პრეზიდენტი და სათავე შემოორგანიზაცია. მამუკა ამ შემთხვევაში მე უკასწრებ არ ხშევ. ეხლა წეღან რაც თქვენ ბრძანეთ, მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველი იქნებოდა, ამის გამო განიხილებოდა რაღაც პრიორიტეტულად საკითხები და მეტი უსაფრთხოება იქნებოდა და მეტი რაღაცა ინტერესები იქნებოდა, ეს არის არასწორი, ეს არ არის მართალი უბრალოდ, იმიტომ რომ ასეთი პრეცედენტები არ ფიქსირდება. თუ ერთს მეტყვით, კი ბატონო, დაგეთანხმებით, რომ იყო თქვა პოლონელი და პოლონეთის საკითხი განიხილეს პირველ რიგში. ასეთი არ ფიქსირდება. მე არ მახსენდება არა. აბსოლუტურად ყველა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ფლობს გაცილებით მაღალ დიდ გავლენას. გავლენას კი ბატონო. იმ დღის წესრიგზე, რომელიც აქვს საპარლამენტო ასამბლეას. იმ რეზოლუციებზე როგორ გეკადრებთ უმაცრებთ აბსოლუტურად ყველას შიშობს რომ ამ გავლენას ასიკეთოთ არ გამოიყენებს ხო მაგრამ ეს ხომ ეუთოა ეს ხო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება ძალიან დიდი თქვენ ნდობის ამბავს და მადლობა რომ ეს აღნიშნეთ ნდობის ამბავია ეს სხვა საკითხია მაგრამ მხოლოდ იმის გამო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი იქნებოდა ქართველი და აქ თავის გავლენას გამოიყენებდა უსაფრთხოების გაძლიერებისათვის ეს არის არარეალური ასეთი შესაძლებლობა განსაკუთრებული რაღაცა პიონერად დააყენონ საქართველოს მხოლოდ ამის გამო ეს არარეალურია მაგრამ გავლენა უკვე გადავდივართ მართალდანდებით ნდობის საკითხზე კი ბატონო აქ არის ნდობის მომენტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნაწილს მთელი იმ 9 წლის განმავლობაში ვერენდობა ქართული ოცნების წარმომადგენელი და ვერენდობა ქართველი საზოგადოება გარდა იმ 12%-ისა, რომელიც 12%-ით მას ხარს უჭერს, აქედან 10 დარწმუნებული ვარ ბრმად და საინფორმაციო ზეგავლენის ქვეშ. ეს ახალი თემა შემოვიდა ავტომატურ რეჟიმში. და ყველაზე მთავარი, ახლა ერთს დავამატე და ამით მოვრჩები. ამ საკითხთან დაკავშირებით. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მე დავინახე ამ საკითხთან მიმართებაში, რაც შემაშფოთა კიდევაც, გამეკვირდა კიდევაც რუსული მხარდაჭერა. მე რაღაცნაირად ამ რუსული მხარდაჭერის აღმოსაფხრელად წინააღმდეგობის რუსულ დეპუტატად. კი ბატონო, თქვენ რა იცით? აი ამაშია სწორედ პრობლემა. კანდელაკი გამოვიდა და თქვა, რომ არაო რუსებიო ჩვენო რეალურად მხარს არ გვიჭერენ, როდესაც ფარულია კერძისგან და აგერ პირდაპირ ეთერში მეუბნებთ რომ წინააღმდეგ მიცესო. თქვენ რა იცით? ჩვენ ვიცით ამის შესახებ, იმიტომ რომ არ გვირდებოდით თუ არ შევოდით იქ რა ხდებოდა. პარტიები ერთმანეთში ინფორმაციას ცვლიან და გითხეს რომ წინააღმდეგ მივეცეთ. წინააღმდეგს განაცხადეთ კოლეგებისგან, ჩვენი დასავლელი კოლეგებისგან ვიცით, იქ ხმების დათვლას მიმდინარეობდა წინასწარ, ვისი იმედი ჰქონდა და ჩვენ მივიღეთ ხმების ის რაოდენობა რომელიც ხატყობს რომ რუსეთის დელეგაციამ დაუჭირა. კიდევ ამტკიცოთ რომ ფარული კენჭისყრის შედეგები იცით, ვინ ბატონო ამუკა, ბატონი პუშკოვის განცხადება წაიკითხეთ. კი ბატონო. რა თქვა ბატონო პუშკოვმა? რომ ქალბატონი ანტონინის გამარჯვება არის ანტონინის არ მუტონინის.
მუტონენის გამარჯვება არის ევროპული ზომიერი აგრესიულ ანტირუსულ ევროპაზე. ეს არის პუშკოვის განცხადება. თქვენ ახლა ჩაუდგებით ადვოკატად პუშკოვს. არ როგორ გეკადრებათ პირიქით საპირისპიროს ვამტკიცებ და ნუ გადაიყვანთ მაგ თემაზე. პუშკოვი არის თქვენი მხარდამჭერი ამ შემთხვევაში. როგორ გეკადრებათ? ერთი და იგივე პოზიციაზე. ჩვენი არა მხოლოდ დეკლარირებული ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენი არის გზა ევროპისკენ და თქვენ გუშინ აშკარად სატელევიზიო გამოსვლებში მათ შორის მხარს გიჭერდათ რუსული მხარე და როდესაც თქვენ ამით რაღაცნაირად შეეცადეთ რომ გადაგეტანათ რომ არაო პირიქითო ჩვენო კანდელაკმა თქვა რომ